ჩემი ფავორიტი მას მარკეტის კოსმეტიკა. თავის მოვლა დავიწყე 38 წლის ასაკში და მაშინ იყო ძირითადად მას მარკეტის კოსმეტიკა და ახლა გაგიზიარებთ ჩემი ფავორიტები. და პირველი ეს არის ლორიალი. მაშინ არ იყო ასეთი რაოდენობა კოსმეტიკის და ლორიალი იყო ჩემთვის ნომერი პირველი ბრენდი. დავიწყებთ თმის მოვლიდან, აი ეს წითელი ხაზი, შამპუნი, კონდიციონერი და ნიღაბი საოცრება იყო ჩემი თმისთვის. მერე გამოჩნდა ზეთი, რომელიც ასევე საოცარი იყო. თმას ვიღებავდი ექსელანსით ან პრეფერანსით. მქონდა აი ეს ორი ფერი, ჯერ მანგო, მოსტაფილოს ფერი და მერე წითლად დავიწყე თმის შეღება. ორივე საღებავი ძალიან მომწონდა. და განსაკუთრებით შიგნით ის კონდიციონერები, რომელიც მოყვებოდა ექსელანსში და პრეფერანსში, საუკეთესო თმის კონდიციონერი იყო ჩემთვის. რაც შეეხება სახის კრემს, აი ეს გამჭვირვალე ფლუიდი, მე მგონი ლორიალი აღარ უშვებს, მაგრამ საოცარი სტრუქტურაც იყო და ძალიან კარგად ჯდებოდა ჩემს კანზე. ტონალურს კიდე ვიყენებდი აი ამ წითელ Infallibles, მე მგონი Infallible ქვია, აღარ მახსოვს, ლეგენდარული ლორიალის ტელესკოპიკი ტუში. რაც შეეხება შვარცკოპს, შავი გლისკური ვიყენებდი მხოლოდ მაგას, ყველაზე მეტად უხდებოდა ჩემს თმას და აი ეს ზეთიც კიდე არ აუშავს. შვარცკოპის შავმა კიდე მხოლოდ წითელი მიხდებოდა, დანარჩენი არც ერთი. სიოსის არც ერთი პროდუქტი არ მომიხდა. ნივეა ერთ-ერთი წამყვანი ბრენდი იყო 10 წლის წინ. ჩემი ფავორიტი იყო აი ეს ტუჩის ბალმი, ალუბლის, მე მგონი ბევრს ჰქონდა. ნუ რა თქმა უნდა, ლურჯი კრემი, ძალიან მომწონდა აი ეს კრემი, სხეულის კრემი, ერქვა Goodbye Cellulite. Cellulite რა თქმა უნდა არ აქრობდა, მაგრამ ამ კრემის მერე კანი ხდებოდა ისეთი გლუვი და ნაზი, სამწუხაროდ აღარ არის გაყიდვაში ამოიღეს რატომღაც. პანტინიდან მიყვარდა ეს ოქროსფერი ხაზი, შამპუნი და კონდიციონერი, რაც შეეხება ზეთს არ მომეწონა. გარნიას აი ამ ნატურალსის საღებავსაც ვიყენებდი, აი ეს ფერიც მქონდა და ასევე მიცელარული ჩემთვის იყო იდეალური. და ფრუტისიდან მხოლოდ სტაფილოსფერი შამპუნი. Maybelline თუ Maybelline ტუშები, აი ეს ყველაზე ჩემი პირველი ტუში, რომელსაც მე სულ ვყიდულობდი, მე მგონი ახლა აღარ არის, არ მინახია და მე უკვე გამოჩნდა ეს ყავისფერი ტუში. Rexona სულ მქონდა ეს პატარა სტიკი, ანტიპერსპირანტი, რომელსაც ჩანთაში ვაგდებდი. ესე დიდად არ მიყვარდა მე Rexona, უფრო აი სიკრეტს ვიყენებდი დილაობით, მაგრამ ეს პატარა Rexona მაინც ჩანთაში სულ მქონდა. Sunsilk-დან არაფერი არ მიხდებოდა. კიდე იყო ადრე Revlon-ი, არ ვიცი გახსოვთ თუ არა, ძალიან მიყვარდა ეს ბრენდი. თმის საღებავსაც ვიყენებდი Revlon-ის. აი ამ წითელ ტუჩ საცხზე ვიყავი შეყვარებული. ეს იასამნისფერი თვალის ჩრდილების პალეტკა, მაჩუკა ერთ-ერთმა ვიზაჟისტმა მითხრა, რომ ეს არის ზუსტად შენი ფერები, ანუ შენ თვალებს უხდება აი ეს ფერები. დიდხანს ვიყენებდი მხოლოდ აი ამ ფერებს. მე უკვე ცოტა რომ გაფუჭდა და ვადაც გაუვიდა, უბრალოდ ვატარებდი, რომ ზუსტად ესეთი ფერები მეყიდა. Eveline, ესეც იყო ჩემი ფავორიტი. ძალიან მიყვარდა ტუჩის ბალმები. არ აქვს მნიშვნელობა რა გემოთი, ალუბლის, მარწყვის, მანგოთი, ყველა იყო ძალიან კარგი. ასევე აი ეს სამკურნალო ფრჩხილის ლაქები, აი ყველა მქონდა ნაყიდი და სხვათა შორის ძალიან ეფექტურია. უბრალოდ მოხმარების წესები უნდა იცოდეთ. წითელი სხეულის კრემიც იყო ძალიან მშრალი კანისთვის და მომწონდა. მერე გამოვიდა ეს ხაზი თმის მოვლა, ყველა მაგ დატესტილი და ეგეც მომეწონა. დასაბანები და სანამ ლაზერს გავიკეთებდი, ვიყენებდი აი ამ კრემს დეპილატორს. და ბოლოს მინდა გითხრათ, ძალიან მაგარი საშუალებაა თმის ცვენის, სანამ გამოვიდოდა ეს როზმარინის ზეთები და ასე შემდეგ, იყო ძალიან ეფექტური, ეხლაც არის. აი ეს შამპუნის სტიმულიტი, ჩვენი ქართული წარმოება. ახლა უკვე იმდენი კოსმეტიკა ჩვენს ბაზარზე, რომ ეს პროდუქტები ცოტა დამავიწყდა. აი ამ ვიდეოს რო ვწერდი, გამახსენდა რა კარგი პროდუქტები იყო. მაინტერესებს იგივე კარგი ხარისხის არის თუ უკვე არა. სულ ეს იყო, მადლობა რომ მიყურებთ.